2011 წლის სექტემბერში თადარიგის პოლკოვნიკი სერგო თეთრაძის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების საქმეზე შესაძლოა ბაჩუ ახალაიას ბრალი დაუმძიმდეს. ჯაშუშობის ბრალდებით სერგო თეთრაძესთან ერთად დაპატიმრებულმა და ცოცხლად გადარჩენილმა დავით ლონდარიძემ გამოძიებას ჩვენება უკვე მისცა. ის ბაჩუ ახალაიას და მეგის ქარდავას წამებაში დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობაში სდევს ბრალს. სერგო თეთრაძის ოჯახმა კი დაახლოებით 2 კვირის წინ მეგის ქარდავას სახელით თანაგრძნობის წერილი მიიღო. მიუხედავად ჩემი სურვილისა, ვითანამშრომლობთ ამ საქმის გამოძიებასთან მთელი რიგი ობიექტური მიზეზების გამო, მოკლებული ვარ ამ შესაძლებლობას, ვინაიდან გამოძიება არ არის დაინტერესებული დაადგინოს ობიექტური ჭეშმარიტება. წამებით გარდაცვლილი ოფიცრი სერგო თეთრაძის ქვრივი, მისი ქმრის წამებაში ბრალდებული და ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი, მეგის ქარდავას სახელით გამოგზავნილ წერილს კითხულობს. თეთრაძეების ოჯახმა წერილი 2013 წლის 20 მაისს სასამართლო პროცესზე ნანა თეთრაძის მოწმის სტატუსით დაკითხვის წინ მიიღო. დაბეჭდილი ტექსტის ბოლოს მითითებულია პატივისცემით მეგის ქარდავა. მეგის ქარდავას ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილი ადასტურებს, რომ წერილის ავტორი მართლაც მეგის ქარდავაა. მე ვთვლი, რომ ეს არის ძალიან დიდი თავხედობა. მომწერო იმის სასამართლოს წინა დღეს და მთხოვო გაგებით მოვეკიდო მაგის მდგომარეობას. მაშინ როცა მე ვიცი, რომ მომიკლეს ქმარი და მე ვიცი უშუალოდ, რომ მაგაში მონაწილეობას იღებდნენ ბაჩუ ახალაია და მეგის ქარდავა. დაზვერვის ოფიცერი სერგო თეთრაძე 2011 წლის 17 სექტემბერს სამხედრო პოლიციამ სახლიდან აიყვანა. მოგვიანებით გაირკვა, რომ სერგო თეთრაძეს ბრალი ჯაშუშობაში ედებოდა. სერგო თეთრაძე თადარიგში დაკავებამდე 4 წლით ადრე 2007 წლის 5 თებერვალს სამხედრო საჰაერო ძალების სარდლობის საჯარისო სამსახურის უფროსის თანამდებობიდან პოლკოვნიკის წოდებით გავიდა. ამდენად მისი დაკავება არა სამხედრო უწყების, არამედ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეროგატივა იყო. დაკავების შემდეგ ნანა თეთრაძემ მეუღლე ცოცხალი ერთადერთხელ სასამართლო დარბაზში ნახა. 57 წლის სერგო თეთრაძე უსასტიკესად იყო ნაცემი. კარებიდან როცა ვესაუბრებოდი ჩემ ქმარს და ველაპარაკებოდი, დავინახე, რომ ცხვირი ქონდა, ძალიან მოტეხილი ქონდა, სახეზე ქონდა ძალიან ბევრი ნაჭრები და გალურჯებული ქონდა სახე. დაპატიმრებიდან მე-6 დღეს 2011 წლის 23 სექტემბერს თეთრაძეებს ოჯახის უფროსის გარდაცვალების შესახებ შეატყობინეს. გამოძიებამ გარდაცვალების მიზეზად გულსის ზარღვთა უკმარისობა დაასახელა და რამდენიმე თვეში საქმე დანაშაულის არარსებობის საბაბით შეწყვიტა. იმ დაზიანებების მიზეზად კი, რომელიც დაღუპულ სერგო თეთრაძის სხეულზე აღინიშნებოდა, დაკავებამდე გაურკვეველ ვითარებაში მიღებული ტრავმები დასახელდა. სერგო ძალიან გმირულად მოიქცა მანდ და მე ამაყება მაგის ცოლობა, მე ამაყება მაგის ქვრივობა, იმიტომ რომ ყველას ხვედრი არ არის ეგეთი სიკვდილი. მან თავისი სიკვდილით გადაარჩინა ძალიან ბევრი ხალხი. ლევან სამხარაულის მიერ ჩატარებული სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომ თითქოს სერგო თეთრაძე გულსის ზარღვთა მწვავე უკმარისობით გარდაიცვალა, ეჭქვეშ მაშინვე 2011 წელს დადგა. სერგო თეთრაძის გვამის ექსგუმაციისა და ხელახალი ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ თავდაპირველი დასკვნა კიდევ უფრო მეტ კითხვებს აჩენს. ჩვენმა ექსპერტთა კომისიამ არ გამორიცხა ის, რომ აქ შესაძლოა სიკვდილი ყოფილიყო დამდგარი ტრავმით. გვამის პირველადი გამოკვლევის დროს მოტეხილობებზე ჩონჩხიზვლების საუბარი არ იყო და გვამის განმეორებითი ექსჰუმირებული გვამის კომპიუტერული ტომოგრაფიული კვლევით ჩვენ დავადგინეთ ცხვირისძვლების ფრაგმენტული მოტეხილობის არსებობის ფაქტი. რომ მივდივარ მუხაძესთან და მესმის ღრიალი.
სერგო თეთრაძის წამებით მკვლელობის მოწმე, იმავე დღეს და იმავე საქმეზე დაკავებული გიორგი გორელაშვილია. გლდანის მერვე დაწესებულებაში დაწესებულების უფროსის, ალექსანდრე მუხაძის მეტსახელად კილერას კაბინეტში საცემრად მის გაყვანამდე ჯერ სერგო თეთრაძე გაჰყავდათ. გორელაშვილის ერთ-ერთი გაყვანის შემდეგ მას სერგო თეთრაძის აუტანელი ტკივილების გამო ღრიალს ასმენინებდნენ. შემდეგი ის უნდა გამხდარიყო, თუმცა იმ დღეს სერგო თეთრაძე გარდაიცვალა. გაიყვანეს ეს თეთრაძე, შევხედე ისეთი ღრეჩოა, რომ 5-6 ნაბიჯი გამოჩნდა. გავიდა 15 წუთი და გორელაშვილი მეძახიან. გავედი, რა ხდება მეთქი, არ ვიციო, მუხაძე გეძახისო. კაბინეტში არ ავსულოთ, ეგ უკვე იქვე ხდება სარდაფში, კარანტინში. რომ მივდივარ მუხაძესთან და მესმის ღრიალი. აი, ბევრჯერ მithქვია რა, ამას ვერც ერთი არტისტი ვერ შეასრულებს. ვერც ერთი ციფრული ტექნიკა ის იყო სუფთა ნაწამები, წამებაში ჩავარნილი ადამიანის ღრიალი. გესმისო? მესმის მეთქი. იცი ვინ არისო? არ ვიცი მეთქი. შენი პაძელნიკიაო თეთრაძეო. გიორგი გორელაშვილს გლდანის მერვე დაწესებულების ხელმძღვანელთან, ალექსანდრე მუხაძესთან, მის მოადგილესთან ვიქტორ ყაჭეიშვილთან, უსაფრთხოების უფროსთან ოლეგ ფაცაციასთან და სხვა ციხის თანამშრომლებთან ერთად სამხედრო პოლიციის მაშინდელი უფროსი ლევან ზაქრაძეც სცემდა. სამხედრო პოლიციის უფროსმა, რომელსაც ციხის ტერიტორიაზე ყოფნის უფლება არ ჰქონდა, გიორგი გორელაშვილის წამება მისი დაკავების და სამხედრო პოლიციის შენობაში მიყვანის პირველივე წუთებიდან დაიწყო. ლევან ზაქრაძის შემდეგ გააგრძელა მეგის ქარდავა. შემოიტანა ეს დიდი მაკრატელი რკინების საჭრელი იცით, ანუ იმით შენო მარჯვენა ხელი დაგჭირდებაო, ბევრ რამეზე მოგიწევს ხელის მოწერაო. ხელს მეავირჩევ მარცხენას და თითიშე რომელიც გინდაო. ნუ მეთქი ეს არანორმალური იყო რა, თვალები აქ ისეთი რომ აი სისხლს ცრემლის მაგერად რომ სისხლი წამოუვა რა. შევაბრუნე ესე ხელი, ესე მოსინჯა, მაგრად ცხელოდა, მაგრამ რკინა მაინც ხო იცი და შეჭერდა ნეკათიძე და გაჭახუნდა რა. ნუ მეთქი ორგანიზმი შემაქ გახურებული რომ ვერ ვიგრძენი რა, მეთქი ალბათ მოჭრა და დავისვენებ მეთქი რა, გამონებებენ თავს და რომ მოვიხედე თითი ადგილ მეთქი რა საშუალო ბიჭო, ჯობდა მეთქი მაგრამ რომ მოგეჭრა რა, უფრო მეტი სტრესი გადავიტანა იცით, ჯობდა რომ მართლა მოეჭრა. როგორ აღმოჩნდნენ სერგო თეთრაძე, გია გორელაშვილი და სერგეი ჩაპლიგინი ჯაშუშობაში ეჭმიტანილები და რა აკავშირებდათ ამ ადამიანებს? ყველაფერი აი აქედან, ამ ტელეფონიდან და ამ ტელეფონის პატრონიდან დაიწყო. ლონდარიძეების ოჯახის კუთვნილი 900 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთით კომპანია ენლაინი დაინტერესდა. 44 წლის დავით ლონდარიძესთან ვინმე ელიზბარ რაქვიაშვილმა დარეკა და მიწის დათმობა $9,000 შესთავაზა. უარის მიღების შემდეგ დავით ლონდარიძე სამხედრო პოლიციაში დაიბარეს. მეგის ქარდავასთან პირად აუდიენციაზე. ქარდავამ მიწის შემოთავაზებულ ფასად გაყიდვა ურჩია. მოგვიანებით ეს მიწის ნაკვეთი რუსთავის ავტობაზრობის მფლობელების საკუთრება გახდა. მაშინ მითხრა ქარდავამ, შენ უბრალოდ წარმოიდგინე არ გაქო რა პრობლემით შეიძლება შეიქმნასო. მე ჩემთვის ჩამეცინა რაღაცა ისე რა. მეთქი რა პრობლემები უნდა შემიქმნას ახლა სამსახურში არ მაგვიანება, სიგარეტს არ ვეწევი სამსახურში, არ ავსვამ მთვალი, არავის არ შეუნიშნივარ სამსახურში. ჩემ ფუნქციონალურ მოვლენებს პატიოსნად ვასრულებ ყველაფერს. აი რა უნდა შემოტენოს მეთქი რა პრობლემები უნდა შემექმნას. ლონდარიძეებმა მიწა გაყიდეს და იფიქრეს რომ მათი პრობლემები ამით დამთავრდებოდა. თუმცა პირიქით, მათი პრობლემები სწორედ ამის შემდეგ დაიწყო. 2011 წლის 16 სექტემბერს მიწის გაყიდვიდან 3 თვის შემდეგ დავით ლონდარიძე განგაშის საბაბით დილაუთენია თავდაცვის სამინისტროში გამოიძახეს. ჯაშუშობის ამ საქმის სხვა მონაწილეებისგან განსხვავებით, დავით ლონდარიძე სამხედრო მოსამსახურე იყო. სახმელეთო ჯარების შტაბის დაზვერვის სამმართველოს დაგეგმვის ოფიცერი, ვიცე-პოლკოვნიკი დავით ლონდარიძე უზნაძის ქუჩაზე გამოძახებიდან მალევე მივიდა. იმას ისეთი პრინციპი ქონია ახალი ეს გადაღებული, რომ ჩუმად არაფერს არ ეუბნება ადამიანს და ისე უბრალოდ უყურებს. რომ იქნება გატყდეს ადამიანი თვითონ რა, რომ თავისი მემში აზრებში რაღაცა ის. მე აზი არ ვიყავი რომ რას მედავებიან და რა და ცოტა ხანი ვიდექ ჩუმად რაღაცა მე უკვე ფხუკუნი დავიწყე მეცინებოდა რომ რა უნდა
მეგის კარდავამ გაღიმების პასუხად ვიცე-პოლკოვნიკს ჯაშუშობაში დასდო ბრალი და გაარტყა. ამის შემდეგ ოთახში მყოფებმა მისი უმოწყალო ცემა დაიწყეს. დროდადრო მეგის კარდავას კაბინეტს ძმები ბაჩო და დათა ახალაიები სტუმრობდნენ. ბაჩო ახალაია დავით ლონდარიძის ცემასა და შეურაცხყოფაში თავადაც მონაწილეობდა. ახლოს მოვიდა პისტოლეტის კონდახი თავში ჩამარტყა და ეს მე გავაღებირი და იარაღეს ლულა ჩამთხარა პირში აღიარე რომ ხარ რუსეთის აგენტი და ისე ვიყავი კარგანაცემიც ვიყავი ეს ყველაფერი და ერთის ქონდა ფიქრი რომ გაატენილი ქონდეს მეთქი მაინც რა უკვე ისე დონეზე ვიყავი რომ აღარ მინდოდა აღარაფერი აღარ მინდოდა გაატენილი მაინც ქონდეს მეთქი იარაღი რომ რა პრობლემა არის წვევი მეთქი ხელში და პირში რომ ქონდა ჩაყენილი ეს იარაღი და გავასრულებ მეთქი რომ აღარ მინდოს ის სხლი ცემამ შედეგი არ გამოიღო. მაშინ მეგის კარდავა შეიარაღებული ძალების მაღალი რანგის ოფიცერს გაუპატიურებით დაემუქრა. მეგს ამოთხა ვიღაც არ ვიცი ის რომ მიდი შემოიყვანით მეტრაკეო და სხობს ჩახარი თამასო. აი მაშინ შემეშინდა უკვე რომ ესენი მეთქი მაშინ გაუპატიურებელობა იყო მე აღშკარად ახლა დაუძახეო მეტრაკე შემოიყვანეო პოდიში აი ამის თუმცა და შარველი რო ჩამხადეს და მე უკვე შემეშინდა და უთხარი რომ ოღონდ მეთქი ეგ არ გააკეთოთ ეგ არის მეთქი რასაც მეთქი ყველაფერზე ხელს მოვაწერ. ასე დაიწყო კიდევ ერთი ჯაშუშურის საქმის შეკერვა. დავით ლონდარიძის ტელეფონიდან ტელეფონის ნომრები ამოიღეს. ტელეფონში შენახულ კონტაქტებში დაზვერვის პოლკოვნიკის და შორეული ნაცნობის სერგო თეთრაძის ნომრის ნახვის შემდეგ მისი ჯაშუშური ქსელის მონაწილედ დასახელება მოსთხოვეს. თეთრაძესთან ერთად თბილისში მეუღლესთან ერთად სტუმრად ჩამოსული დავით ლონდარიძის ყოფილი კურსელის 45 წლის ბელორუსი ანდრეი ტიმოშუკის და მათი ყოფილი უფროსის 70 წელს მიტანებული სერგეი ჩაპლიგინის დაპატიმრებაც გადაწყდა. ტიმოშუკს უკვე დაკავებული ლონდარიძე თავდაცვის სამინისტროს ახლოს მდებარე რესტორან ლორჩი შეახვედრეს და აიძულეს მისთვის მეხსიერების ბარათი გადაეცა. ეცადა ამ შეკითხვით ჩემთვის თანამშრომლობისთვის სიტყვა გადაეკრა, მაგრამ უშედეგოდ. რამე საქმება მე სპეცსამსახურებთან. მე ვფიქრობ, სადღაც 1 საათიანი საუბრის შემდეგ ისინი მიხვდნენ, რომ ჩემთან საუბარ შედეგი არ ექნებოდა. ბელორუსიის მოქალაქე ანდრეი ტიმოშუკი და მისი მეუღლე სამხედრო პოლიციამ დაკავებიდან მოკლე ხანში აეროპორტში საკუთარი ავტომობილებით წაიყვანა და ქვეყნიდან დეპორტაციის მუქარით გაამგზავრა. დანარჩენი სამი პიროვნება კი დავით ლონდარიძის დაკავებიდან მეორე დღეს 17 სექტემბერს გამთენიისას დააკავეს. სერგო თეთრაძე წამებით გარდაიცვალა. მის სიკვდილთან ერთად დასრულდა გია გორელაშვილის წამებაც, რომელიც ციხეში თვითმკვლელობას აპირებდა. სერგეი ჩაპლიგინმა 2013 წლის 13 იანვარს ამნისტიით გათავისუფლების შემდეგ საქართველოს სასტრაფოდ დატოვა და ქართველ ჟურნალისტებთან ურთიერთობის არავითარი სურვილი არ აქვს. დავით ლონდარიძემ და სერგეი ჩაპლიგინმა ეგრეთ წოდებული ჯაშუშური ქსელის კიდევ ერთი წევრი გია გორელაშვილი პირველად სწორედ 13 იანვარს ნახეს. სერგო თეთრაძეს მე არ ვიცნობდი, წარმოდგენა არ მქონდა თუ ვინ იყო და დანარჩენები ვინც გადავრჩით, აი ჭყალებში ვსვავ, ცოცხლები გავიცანით ერთმანეთი ამ წლის 13 იანვარს, როცა ციხისკარები გაიხსნა. აი ესე ვეძახდი, რომელია ჩაპლიგინი, რომელია ლონდარიძე. გორელაშვილი გავიცანი, აი რომ გამოგვიშეს 13 იანვარს 2013 წლის ახლა. ის ყურებდა ლონდარიძე მე ვარ მეთქი. მოვიდა მე გორელაშვილი ვარ. ვა ჩავეხუტე, ესე იგი შეგანამდვილები ხარ მეთქი. დაზარალებულები და მათი ნათესავები, რომლებიც ძმებ, ბაჩო და დათა ახალაიებს, მეგის კარდავას და მათ ხელქვეითებს ადამიანების დახოცვასა და დასახიჩრებაში ადანაშაულებენ, რამდენიმე სასამართლო პროცესსა თუ გამოძიებაში პარალელურად მონაწილეობენ. ამჟამად სერგო თეთრაძის საქმეზე 12 პირია ბრალდებული. სავარაუდოდ კიდევ უფრო დაუმძიმდება ბრალი თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბაჩო ახალაიას.